ტელეკომპანია Triality წლების განმავლობაში იყო მოსახლეობისთვის ერთ-ერთი სანდო ინფორმაციის წყარო რეგიონში და ვიტყოდი რომ ბოლო პერიოდში მას შემდეგ რაც ხელისუფლების ზეწოლას ვერ გაუძლო მედია საშუალებების გარკვეულმა ნაწილმა ტელეკომპანია Triality მაინც აგრძელებდა მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიტანას და ეს კარგად უნდა გაიაზროს თითოეულმა მოქალაქემ და ქართლში რომ სხვა ტელევიზიები რომლებიც ცენტრალური ოფისებიდან იმართებიან სიღრმისეულად ადგილზე ვერ და არ გააშუქებენ ადგილობრივ საჭიროებებს. ამიტომ უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება რეგიონულ მედიას და მე გავიხსენებდი 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდს და არაერთხელ მისაუბრე ამის შესახებ, თუმცა მე მინდა მაყურებლის ყურადღება გავამახვილო ერთ კონკრეტულ დეტალზე. მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია რომ რუსეთის ჯარი უახლოვდებოდა გორის სოფლებს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ტელეკომპანია Triality-ში მოვიდა. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ მათ აინტერესებდათ და სანდო ინფორმაციის მიღებას ელოდებოდნენ ამ მედია საშუალებიდან. არ მისულან ისინი გამგეობის შენობებში, არ მისულან გუბერნატორთან, ისინი მოვიდნენ ტელეკომპანია Triality ჟურნალისტებთან და იმ პერიოდში მეც მაშინ მუშაობდი ამ ტელევიზიაში, სწორედ ჩვენ განითხოვდნენ თუ რა ხდებოდა ზოგადად ქვეყანაში და რა შესაძლებლობები არსებობდა იმისთვის, რომ თავი გადაერჩინათ. და აი ამ მე მოვყევი ერთ-ერთი ისტორია, მაგრამ ეს არის იმ უამრავთაგან ერთ-ერთი, რაც ადასტურებს სწორედ იმას, რომ რეგიონული მედია არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების საშუალება არის ადგილობრივი მოქალაქეებისთვის, არამედ ერთ-ერთი მხარდამჭერი დაწესებულება, რომ მოქალაქის უფლება ნებისმიერ სიტუაციაში როცა ირღვევა, ისინი სწორედ სანდო მედიას მიმართავენ და ამ შემთხვევაში წლების განმავლობაში ტელეკომპანია Triality იყო სანდო მედია მოქალაქეებისთვის. და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტელეკომპანია Triality თუ კი დღეს პრობლემის წინაშე არის და გამოწვევებს უმკლავდება, ისეთ გამოწვევებს მე ვიტყოდი, რომელიც ამ დრომდე არ ახსოვს ამ მედია საშუალებას, ზუსტად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად უფრო მეტი საშუალება არის ინფორმაციის გავრცელების და თუ კი ეს პრობლემები დღეს ტელეკომპანია Triality-ს თავს ხდება და თუ კი ეს პრობლემები ხორციელდება ზუსტად თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მიზნით, მე მინდა ვუთხრა ზუსტად ამ ზეწოლის ავტორებს, რომ ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად შეუძლებელია უკვე ინფორმაცია დამალო, სულ რომ არაფერი ჰქონდეს ამ ტელეკომპანიას, არსებობს საშუალებები, რომ ადგილობრივებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება სწორედ ამ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით იყოს შესაძლებელი.